მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ თუ რა არის ეგრეთ წოდებული binary search-ი, ან ბინარული ძიება, ეგრეთ წოდებული ორობით ძიება და რა პრობლემებს აგვარებს, მოკლედ, მსგავსი ძიება. პირველ რიგში გავაკეთოთ მაგალითი და მაგალითი მდგომარეობს შემდეგში. გვაქვს const numbers ტიპის მასივი, რომელშიც ჩაყრილია ელემენტები ზრდადობის მიხედვით, ანუ დასორტირებულია და იზრდება ზემოთ, ქვემოდან ზემოთ, ანუ 1, 3, 5, 7, 9, 11, 13 და 15. ეხლა ვისაუბროთ ესეთ მაგალითზე, მაგალითად გვინდა ჩვენ ვიპოვოთ ამ მასივში 13 და მოდი ეხლა ვნახოთ როგორ მოვძებნიდით აი ამ 13 რიცხვს ჩვენს მასივში for ციკლის დახმარებით. აღნიშნულ მაგალითში არ გამოვიყენებთ JavaScript-ის მასივის სპეციალურ მეთოდს, მაგალითად finds და ასე ვთქვათ, ხელით უნდა დავწეროთ ჩვენ ისეთი ფუნქცია, რომელიც იპოვის მასივში აი ამ 13-ს და გავარჩიოთ რამდენიმე ვარიანტი. პირველ რიგში მივყვეთ ეგრეთ წოდებული წრფივი ძიების ალგორითმით, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ for ციკლის დახმარებით აი ამ არსებულ მასივში სათითაო ელემენტს 1, 3, 5, 7, 9, 11 და 13-ს ვადარებთ საძიებ ელემენტს რა, ანუ მაგალითად თუ მოსაძებნია 13, გვიწევს რომ დავიწყოთ 0 ინდექსიდან და გადავუყვეთ მარცხნიდან მარჯვნივ ყველა ელემენტს და შევადაროთ საძიებო ობიექტს, ამ შემთხვევაში 13-ს. ანუ გამოდის ესეთი რაღაც, რომ უნდა შევადაროთ ჯერ 1-ს, მერე 3-ს, მერე 5-ს, მერე 7-ს, 9-ს, 11-ს და როდესაც ეს საძიებო ელემენტი დაემთხვევა ამ მასივში არსებულ ელემენტს, მაგ შემთხვევაში ჩავთვალოთ, რომ ეს კონკრეტული რიცხვი უკვე ვიპოვეთ. მოკლედ ეს ჩვეულებრივ მუშაობს და რეალურად დააბრუნებს ინფორმაციას, მაგრამ თუ მიუდგებით შემდეგნაირად ჩვენს მოცემულობას, წარმოვიდგინოთ, ახლა გვაქვს მაგალითად 10 მილიონიანი მასივი, აი ესეთი 10 მილიონიანი მასივი და ჩვენ გვინდა რომ ვიპოვოთ რაღაცა ელემენტი და ჩავთვალოთ, რომ ეს ელემენტი სადღაც ბოლოშია, ამ მასივის ბოლოში. წარმოვიდგინოთ, ჩვენს კომპიუტერს რამდენი იტერაციის გაკეთება მოუწევს, ანუ რამდენი ელემენტის შემოწმება მოუწევს იმისთვის, რომ ჩვენ ვიპოვოთ მაგალითად 13. მოდი ახლა გავარჩიოთ ეგრეთ წოდებული წრფივი ძიება როგორ იმუშავებს და რანაირად შეიძლება წრფივი ძიების ალგორითმის დაწერა და შემდეგ უკვე დავუბრუნდეთ ეგრეთ წოდებულ binary search-ს, ანუ ორობით ძიებას, ან ბინარულ ძიებას და ასე შემდეგ და გავარჩიოთ მისი სიკეთეები აი ამ მაგალითის მიხედვით. როგორც ხედავთ, ფუნქცია უკვე დაწერილი მაქვს და ახლა ვეცდები ამ ფუნქციის გააზრებაში დაგეხმაროთ. პირველ რიგში დავაკვირდეთ ჩვენს მასივს, ანუ numbers მასივს, რომელშიც იგივე მასივია მოცემული, რომელსაც წეღან ვახსენებდი და გვაქვს ფუნქცია, რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული წრფივი ძიება linear search-ი და გადაეცემა ეს ჩვენი მასივი, ანუ ორი პარამეტრი გადაეცემა, ანუ მასივი, რომელშიც უნდა მოვძებნოთ ელემენტი და მოსაძებნი ელემენტი, ანუ პირველ პარამეტრად გადაეცემა მასივი, რომელშიც უნდა მოვძებნოთ რაღაცა ელემენტი, ხოლო მეორე პარამეტრად გადაეცემა საძებარი ელემენტი, ანუ ამ შემთხვევაში უნდა ვიპოვოთ 13. ეხლა გავარჩიოთ უშუალოდ ფუნქცია. პირველ რიგში გვაქვს აღწერილი ცვლადი, იტერატორი ცვლადი, რაც გვეხმარება იმაში, რომ მოკლედ დავთვალოთ თუ რამდენჯერ შესრულდება ეს კონკრეტული ფუნქცია. რამდენი იტერაცია შესრულდება, უფრო სწორად რო ვთქვათ, და თავიდან რა თქმა უნდა ამისი მნიშვნელობა არის 0. და for ციკლში ყოველი შესრულების შემდეგ ეს ჩვენი იტერაცია გაიზრდება 1-ით, რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ გავიგოთ თუ რამდენჯერ შესრულდა ოპერაცია მანამ, სანამ დაემთხვეოდა, ანუ ვიპოვიდით ჩვენ საძიებო ელემენტს, ან ვერ ვიპოვიდით და ისე დასრულდებოდა მთელი for ციკლი. თუ როგორ მუშაობს for ციკლი, ეს წესით უკვე კარგად უნდა იცოდეთ ჩემი ვიდეოებიდან. თუ არეთ შეგიძლიათ გადახვიდეთ Waldcom-ზე, შეხვიდეთ JavaScript-ის კურსში და მოძებნოთ for ციკლი და გაარკვიოთ თუ როგორ მუშაობს ის. როდესაც ჩვენი for ციკლი დაიწყებს მუშაობას, ის მიუყვება 0 ინდექსიდან ჩვენს მასივს და შეადარებს ყოველ შემდეგ იტერაციაზე ამ ინდექსზე არსებულ ელემენტს ჩვენ საძიებო ელემენტს, ამ შემთხვევაში targets. როდესაც ეს დამთხოვა მოხდება, თუ მოხდება, ამ შემთხვევაში ხდება, ვინაიდან ამ მასივში 13 გვაქვს,
ჩვენი ფუნქცია დააბრუნებს ამ ნაპოვნ ელემენტს და for ციკლით შეწყვეტს მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ მოიძებნება, ჩვენი for ციკლი ისე გაირბენს ამ მასივს, რომ აქ ეს პირობა არც ერთ ვარიანტში არ შესრულდება და დააბრუნებს ჩვენი ფუნქცია -1, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მასივში არ მოიძებნება საძიებო ელემენტი. მოდი ახლა გავარჩიოთ თუ როგორ მუშაობს ეს ჩვენი binary search-ი და მისი ლოგიკა მდგომარეობს შემდეგში. პოულობთ მასივის შუა ელემენტს და ვადარებთ საძიებო ელემენტს, ამ შემთხვევაში 13-ს. თუ მეტი იქნება, შემდეგ ძიებას ვაგრძელებთ მასივის მარჯვენა ნაწილში, ხოლო თუ ნაკლები იქნება, ვაგრძელებთ მარცხენა ნაწილში და ამ პროცესს ვიმეორებთ მანამ, სანამ ჩვენი რიცხვი ან მოიძებნება, ან უკვე მასივის ელემენტი არაფერი აღარ დარჩება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ფუნქცია უნდა აბრუნებდეს იმას, რომ ამ მასივში ეს ელემენტი არ მოიძებნა. მოდი ახლა გავხსნათ კოდი და ეს კოდი გავარჩიოთ ნაწილ-ნაწილ. ახლა კი გავარჩიოთ ჩვენი binary search-ის ალგორითმი, როგორც ხედავთ აქ მაღლა მარჯვენა კუთხეში მოცემული გვაქვს საძიებო მასივი, ამ შემთხვევაში numbers ცვლადში შენახული მასივი, რომელიც გადაეცემა ჩვენს ფუნქციას და target-ი, როგორც ვიცით, არის 13 და მოკლედ ვეძებთ 13 რიცხვს binary search-ის ალგორითმის დახმარებით. ახლა მივუყვეთ ყოველ ხაზს გავიაზროთ ამ კოდის მუშაობის პრინციპი. პირველ რიგში გვჭირდება ვიპოვოთ მარცხენა ნაწილი, ანუ უკიდურესი მარცხენა ნაწილი, ამ შემთხვევაში left-ი, ანუ 0, ვინაიდან მასივის ინდექსაცია იწყება 0-დან, ხოლო მარჯვენა ნაწილი ამ შემთხვევაში უდრის ჩვენი მასივის სიგრძე, თუ დავთვლით არის 8 ელემენტიანი, ხოლო თუ გვინდა რომ გავიგოთ ბოლო ელემენტი, რა თქმა უნდა, ამ 8-ს უნდა დავაკლოთ 1, ვინაიდან მასივის ინდექსაცია იწყება 0-დან. მოკლედ ასევე გვაქვს დამხმარებულადი iterატორი, ასე ვთქვათ, რომელიც უბრალოდ დათვლის თუ რამდენ iterაციაში ვიპოვეთ ჩვენ საძიებო ელემენტს. ასევე გვაქვს while ციკლი, რომელშიც გვაქვს შემდეგი პირობა. მანამ სანამ მარცხენა ნაწილი ნაკლები იქნება ან ტოლი მარჯვენა ნაწილზე, ამ while ციკლში არსებული კოდი განაგრძობს შესრულებას. შემდეგ, როდესაც ჩვენ ციკლი იწყებს პირველ iterაციას, ვინაიდან 0 ნაკლები იქნება 8-ზე, iterაცია გაიზრდება +1-ით და აი ამ დროს ყოველ ჯერზე, ყოველ ციკლის შესრულებისას ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი მასივის შუა ნაწილი. ამისთვის გვაქვს ცვლადი midi, რომელშიც math.floor მეთოდის დახმარებით ვიგებთ ჩვენი მასივის შუა ნაწილს. თვითონ ეს ფუნქცია თუ მეთოდი აბრუნებს, ანუ ამრგვალებს მთელ რიცხვს ქვედა ზღვარზე, ანუ თუ მაგალითად არის პირობითად 2.9, მივიღებთ int რიცხვს, რომელიც დაბრუნდება და მივიღებთ ამ შემთხვევაში 2-ს. ან დამრგვალდება მოკლედ 2-მდე. ჩვენ ვუმატებთ მარცხენას მარჯვენა ნაწილს, ანუ 0-ს ვუმატებთ პირველ iterაციაზე, ამ შემთხვევაში 7-ს და ვყავთ 2-ს. და ამ რეზულტატს გადავცემთ math.floor მეთოდს, რომელიც ამ შემთხვევაში დაგვიბრუნებს 3.5-ს, ხოლო math.floor-ი დაამრგვალებს 3.5-ს 3-მდე. ანუ რა გამოდის, რომ ჩვენ mid ცვლადში შენახული გვექნება 3. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მასივში მესამე ინდექსზე არსებული ელემენტი შეგვიძლია შევადაროთ საძიებო ელემენტს. ახლა გადავინაცვლოთ if ბლოკში და ვნახოთ თუ შევალთ აი ამ კონკრეტულ ბლოკში. როგორც ვიცით, mid ცვლადში შენახული გვაქვს 3 და მესამე ინდექსზე ამ შემთხვევაში ჩაწერილია 7 და ჩვენ ამ if-ში ვადარებთ 7-ს target-ს, ანუ target-ი არის 13. ვინაიდან ეს პირობა არ შესრულდება, ჩვენი ასე ვთქვათ პროგრამა გადავა უკვე შემდეგ if-ზე და ახლა გავიაროთ უკვე შემდეგი შემოწმება, ანუ შემდეგი if-ი. შემდეგ დარდება ძიება მარჯვენა ნაწილში ან ძიება მარცხენა ნაწილში. ახლა ეს რას ნიშნავს? თუ ჩვენი ასე ვთქვათ mid ტიპი არის ნაკლები target-ზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შუა ნაწილიდან საძიებო ელემენტი გვაქვს მარჯვენა ნაწილში. იმისთვის, რომ შემდეგი iterაციაზე მარჯვენა ნაწილში მოვძებნოთ და შევადაროთ მხოლოდ ის ელემენტები, რომლებიც აქამდე არ შეგვიდარებია, აუცილებელია left ცვლადში შევინახოთ
mid-ს დამატებული 1 ნიშნულობა. რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგ იტერაციაზე ჩვენ დავიწყებთ უკვე mid ამ შემთხვევაში ვიცოდით, რომ არის 3 და mid-ს ანუ 3 ინდექს დამატებული 1 იქნება 4. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ iterაციაში left-ი იქნება უკვე 4 და ჩვენ მოგვიწევს 4 ინდექსიდან 7 ინდექსამდე დიაპაზონში ძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ r mid ნაკლები არ იქნებოდა target-ზე, მოგვიწევდა მარცხენა ნაწილში ანალოგიური ლოგიკით ძიება. ახლა გავიაროთ შემდეგი iterაცია, შედარებით მარტივად, ვინაიდან პირველი iterაცია უფრო დეტალურად ავხსენი და რა მოხდება შემდეგ iterაციაში. mid-ი ცვლადი გამოითვლება, რაც ნიშნავს იმას, რომ math.floor left plus right გაყოფილი 2-ზე იქნება შემდეგნაირად გამოთვლილი. left-ი ამ შემთხვევაში ვიცით, რომ არის 4, right-ი ამ შემთხვევაში ვიცით, რომ არის 7, 4-ს დამატებული 7 გაყოფილი 2-ზე იქნება 5.5, ხოლო math.floor-ი 5.5-ს დაამრგვალებს 5-მდე. შესაბამისად, mid გამოდის, რომ არის მეხუთე ინდექსი. ახლა გადავიდეთ შემდეგ ბლოკზე, ანუ if ბლოკზე. r mid უდრის target, რას ნიშნავს? ჩვენ ვიცით, რომ მეხუთე ინდექსზე წერია ჩანაწერით 11 და შევადარებთ ისევ საძიებო ელემენტს, ამ შემთხვევაში 13-ს. r mid ამ შემთხვევაში არის 11, ვინაიდან 11 არ უდრის targets, ამ if blocks მოკლედ გადავახტებით და შემდეგ წავალთ ისევ დაბლა შემდეგ if-ში. ვინაიდან ვიცით, რომ r mid ამ შემთხვევაში არის 11, ეს იმას ნიშნავს, რომ 11 ნაკლებია 13-ზე, ამ target-ი რადგანაც 13-ია, ისევ ვაგრძელებთ ძიებას მარჯვენა ნაწილში. left ცვლადი გაუტოლდება mid-ს დამატებული 1. როგორც ვიცით, mid ამ შემთხვევაში არის 5, 5-ს დამატებული 1 იქნება 6 და left-ი მიიღებს მნიშვნელობას 6-ს. ახლა დავიწყოთ ისევ iterაციები თავიდან, გამოთვალოთ mid ცვლადი, left-ს დამატებული right-ი, ვინაიდან left-ი ამ შემთხვევაში უკვე არის 6, 6-ს დამატებული 7 გაყოფილი 2-ზე არის 6.5, ხოლო math.floor-ი დაამრგვალებს 6-მდე. შესაბამისად, mid ცვლადში შენახული გვექნება 6-ის მნიშვნელობა. ახლა ისევ გადავიდეთ შემდეგ, if-ზე. r mid უდრის targets იქნება შემდეგი მნიშვნელობის. ამ შემთხვევაში ვინაიდან ვიცით, რომ mid ცვლადში შენახული 6 მნიშვნელობა, მე-6-ზე ინდექსზე ჩაწერილი ელემენტი არის 13. 13 უდრის ამ შემთხვევაში საძიებო ელემენტს targets და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი target-ი. ანუ საძიებო ელემენტი. მოკლედ ამ ლოგიკით მუშაობს ეს ჩვენი საძიებო ალგორითმი, ეგრეთ წოდებული binary search-ი, ანუ ორობითი ძიება. შესაბამისად, თუ დავაკვირდებით და შევადარებთ წრფივი ძიების ალგორითმში, ჩვენ დაგვჭირდა 7 iterაცია იმისთვის, რომ გვეპოვა ამ შემთხვევაში 13, ხოლო binary search-ის შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდა სულ რაღაც 3 iterაცია, რომ გვეპოვა 13. კოდი თითქოს ცოტა ჩახლართულად გამოიყურება, მაგრამ რეალურად ეს კოდი ბევრად, ასე ვთქვათ, წარმადობაში ბევრად ჯობია წრფივ ძიებას და ასევე მინდა გახსოვდეთ და გაითვალისწინოთ, რომ აი ეს ძიება მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ სორტირებულ მასივთან. ანუ რიცხვები უნდა იყოს დალაგებული ზრდადობის მიხედვით. მოკლედ იმედია მოგეწონათ ჩემი ახსნილი, მოკლედ ძალიან ვეცადე სიმართლე რო გითხრათ, რომ ეს შესაბამისად ამეხსნა. მართლა მაინტერესებს კომენტარებში რამდენად გამომივიდა ეს. და მაინტერესებს ასევე მსგავსი ტიპის ალგორითმები რამდენად ყურებადი იქნება. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ ძალიან ყურებადი იქნება. იმედია შევცდები ამაში. თუ მოგწონთ რასაც ვაკეთებ, გთხოვთ რომ უბრალოდ გამოიწეროთ არხი, გაუზიაროთ მეგობრებს, თუ სურვილი გექნებათ valdu.com-ის და ჩემი საქმის ფინანსური მხარდაჭერის, ასევე შეგიძლიათ შეხვიდეთ valdu.com-ზე და გააკეთოთ დონაცია, რომელსაც ასევე იპოვით ვიდეოს აღწერაში. ახლა კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.